რატომ მოკლა მეფემ საკუთარი ცოლი? მან მოკლა ქალი, რომელიც უყვარდა და ეს რეალური ისტორიაა. სიყვარული, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ის იყო მეფე, ძლიერი, ამაყი. მის გვერდით იყო ქალი, რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. მაგრამ ერთ დღეს მან გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც სიყვარული ტრაგედიად აქცია. ეს ისტორია ეკუთვნის რადამისს, იბერიელ უფლისწულს, რომელიც სომხეთის მეფე გახდა. იგი იყო იბერიის მეფის ფარსმან პირველის ვაჟი. ეს იყო გასაოცარი სილამაზის, ახოვნებისა და ფიზიკური ძალღონის მქონე ჭაბუკი. მას იცნობდნენ არა მარტო იბერიაში, არამედ მის მეზობელ ქვეყნებშიც. ერთ მშვენიერ დღეს მას არისტოკრატია აუჯანყდა და სასახლეზე იერიში მიიტანეს. რადამისტის სიკვდილისგან იხსნა მისმა და მისი ცხენების სისწრაფემ. იგი სასახლიდან გამოიჭრა და თან გამოიტაცა თავისი მშვენიერი მეუღლე ზენობია. ზენობია ფეხმძიმეთ იყო, თაუბრო ეხვეოდა, ძალას კარგავდა. რადამისტი ძლივს ამაგრებდა უნაგირზე. კარგ ახანს მიაქროლებდნენ ცხენებს, მდევარი კვალში მისდევდა. ზენობიას ცხენი დავარდა და მაშინ მან რადამისს განწირული ხმით შეხვირა. თუ ჩემ გადარჩენას ვერ შეძლებ, დევრის ხელში ტყვეთ არ დამტოვო. მათ ერთი ცხენით განაგრძეს ჭენება. არაქსის პირას ცხენს ძალა გამოელია. აღარ შეეძლოთ გზის გაგრძელება. ზენობია ქმარს ევედრებოდა, მომკალი და სამარცხვინო ტყვეობისგან დამიხსენიო. რადამისტმა იცოდა, თუ მტერი დაეწეოდა, მის ცოლს საშინელი ბედი ელოდა და მაშინ მან არჩევანი გააკეთა. ის რაც შემდეგ მოხდა, არ იყო მხოლოდ სისასტიკე, ეს იყო შიში, სიყვარული და სასოწარკვეთა ერთდროულად. სხვა გზა რომ აღარ იყო, რადამისტმა ზენობიას სატევარი ფერჩით ჩასცა. თვითონ კი მარტომ განაგრძო გზა. მძიმედ დაჭრილი ზენობიამ წყემსე მაიპოვეს არაქსის პირას. ჭრილობა შეუხვიეს, უაქიმეს, მოარჩინეს და ვითარცა სომხეთის დედოფალი არტაქსატაში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მიიყვანეს. იქ უკვე გამეფებული იყო ტირიდად პართიელი. მან დიდი პატივით და თავაზით მიიღო ზენობია. და აქ წყდება ამბავი რადამისტის და მისი მშვენიერი მეუღლის დრამისა. როგორც მემატიანე გვიამბობს, ზენობიას ვაჟი შეეძინა, თუმცა მათი შემდგომი ბედი უცნობია. რადამისტი კი ამბობენ, რომ აშკარა ურჩობისა და მეტოქეობისათვის ფარსმან მეფემ სიკვდილით დასაჯა. ისტორია ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგჯერ ყველაზე სასტიკი გადაწყვეტილება სიყვარულის სახელით მოდის. დარჩება კითხვა, ეს იყო ღალატი თუ ყველაზე მტკივნეული სიყვარული? ჩემო მსმენელო, შენ რას ფიქრობ? ეს სიყვარულია თუ სისასტიკე?